აბიტურიენტებო, თუ ისტორიის გამოსასაბარებთ, მაშინ ეს ხრიკები აუცილებლად გაითვალისწინეთ. რუკაზე მუშაობისას იპოვე ოკეანი, ზღვა ან მდინარე. ეს დაგეხმარება სწრაფად ორიენტირებაში. დააკვირდი რუკის ლეგენდას და თარიღებს. სწორი პასუხი შეკითხვებსა და რუკაზე იმალება. წყაროზე მუშაობის მთავარი წესია. დასვა შეკითხვები. ვინ არის ტექსტის ავტორი? თანამედროვეა თუ არა იმ მოვლენებისა, რომელზეც წერს ავტორი? ვისთვის წერს, რატომ დაწერა? მომხრეა თუ მოწინააღმდეგეა იმ პირებისა და იმ მოვლენებისა, რომელსაც წყაროში ასახელებს. ასე ავტორის გონებაში შეიჭრები და მარტივად იპოვი პასუხს. წყაროს გააზრებისას პასუხი არ გასცე თანამედროვე გადმოსახედიდან. თავი წარმოიდგინე იმ ეპოქაში, რომელზეც ავტორი საუბრობს და ასე უფრო გაგიმარტივდება სწორი პასუხის გაცემა. წყაროს გააზრებისას ჯერ წაიკითხე შეკითხვები. გაიაზრე შეკითხვები და შემდეგ თითოეული შეკითხვის პასუხი მოძებნე ცალ-ცალკე. პასუხის გაცემისას ყურადღება მიექცია ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას. ისტორიის გამოცდის დაწყებამდე გადაიმეორეთ ისეთი თეორიული მასალები, როგორიც არის მაგალითად საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ წარმოებული ომები, ასევე პირველი და მეორე მსოფლიო ომები. თქვენი პასუხი უნდა იყოს კონკრეტული და პასუხობდეს დასმულ კითხვას. თუ არ იცით ტესტში სწორი პასუხი, დაიწყე გამორიცხვის მეთოდით. გამორიცხვის მეთოდი, როგორც წესი, მარტივია და მიგიყვარს ლოგიკურ და სწორ პასუხამდე. ნუ დაკარგავ იმაზე ფიქრში ბევრ დროს, რომლის პასუხი თუნდაც არ გახსოვს. ასე შეიძლება დრო გაგეპაროს. მაგრამ აუცილებლად მოინიშნე ცალკე ფურცელზე, რომ შემდეგ დაუბრუნდე ისევ ამ კითხვას. არ დატოვო არც ერთი შეკითხვა პასუხის გარეშე, მაშინაც კი თუ ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი არ გაქვს. პასუხების გაცემისას იყავი მაქსიმალურად ყურადღებით. აუცილებლად მოიტოვე 10 წუთი, რომ სწორად გადაიტანო პასუხები მათთვის განკუთვნილ გრაფაში. სხვა რჩევებისთვის გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, ჯიუ გისურვებთ წარმატებას.